სანამ წავედით პოლიტიკაში, დიახ. მაშინ შეთავაზეთ ეს. ანუ შეხვდით თუ გადმოგცეთ? არა, გადმოგცეს. გასაგები. ბატონო მამუკა, აი თქვენ წეგანაც თქვით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები გაქვთ ქვეყანაში ჩადებული, ძალიან ბევრი ადამიანი დაასაქმეთ და თქვენ პრაქტიკულად რაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობს, თქვენ ბიზნესში ხართ, ხო? გაიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი. ამ ქვეყანაში კარგიც ნახეთ, სუდიც ნახეთ, ხო? მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურად გააქტიურდა ახლა, ხო? სამოქალაქო პროტესტიც არ ახსოვს. მე პირადად არ ვიცი, შეიძლება იყო და ეს არ გაშუქდა, არ გახმაურდა. აი, როდესაც ბიზნესზე ხდებოდა რეკეტი ამ ქვეყანაში, როდესაც შუაღამისას ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, როდესაც სანდრო გირგვლიანი მოკლეს, როდესაც არ ვიცი 7 ნოემბერი იყო, 26 მაისი იყო, სად იყო მამუკა ხაზარაძე დროს. კითხოს დაგისვამთ, რა თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, რომ ჩემი ოჯახი დააყაჩაღეს, ის რომ ხედრიონის ტერორის ქვეშ ვიყავით, როცა ოჯახის წევრი მოიტაცეს, როცა ჩემზე სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული მიშა სააკაშვილს, როცა აქ აჭარაში ქონებას მართმევდნენ, როცა პროკურორებმა ჩვენი თანამშრომლები ფრანგები ჩაკეტეს, ეს ისტორიები გახსოვთ? გახმაურეთ თქვენ ეს ამბები? არა, ჩვენ ყველა ამას იურიდიული და ლეგალური გზით ვებრძოდით და აი, რატომ გამოდიოდით მედიაში? იმიტომ არ გამოდიოდი, რომ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ არ მედიაშიც იყო სხვათა შორის ეს გაშუქებული, მაგრამ ეს არ იყო პრეს-კონფერენციების დონეზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ და წარმოვადგენ ძალიან დიდ საერთაშორისო წარმოვადგენდით, იმიტომ რომ ხან ერთ წელიწადში უკვე აღარა ვარ ბიზნესში. წარმოვადგენთ ძალიან დიდ საერთაშორისო კაპიტალს საქართველოში, ისეთი ორგანიზაციების, როგორც არის ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გერმანიის განვითარების ბანკი და შესაბამისად ჩვენ ხოლმე ერთი გზა გქონდა იმ შემთხვევაში, როცა 2003 წელს მიშა სააკაშვილმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ნაციონალური მოძრაობის დროს, ასევე აბსურდული ბრალდებით, როცა აქ ძალისმიერად აჭარაში თქვენ შეგიძლიათ მოიგიხოთ 8 წელი ნაციონალური მოძრაობა სასამართლოში ქონდა საქმე და ქობულეთის სასამართლოც მოუგე, ქუთაისის სააპელაციო ყველა აგებდა და თქვენ როგორ მოახერხეთ? მოუგე, იმიტომ რომ აბსურდი იყო, იმიტომ რომ მაშინ პრაქტიკულად მაგაშია საქმე, მაგრამ გეტყვით ფინალს გეტყვით. მე მეგონა რომ მოვიგე უზენაესი და ბოლოს რომ მეგონა რომ ესე თქვა ის ქონება რომელიც სამართვეს და დავიბრუნე სამართლებრივად აღმოჩნდა გადაფორმებული ისე ვიმაზე ვიზეც უნდა ყოფილიყო თავიდან მიხვდით ხო ანუ 7-8 წელი მე მეგონა რომ რაღაცას მივახციე